მეგობრებო, სიგიჟეები ხდება მსოფლიოში და მომდევნო სიგიჟე უკავშირდება იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა ახალი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის ეტაპობრივ გაყვანის დაწყების პროცესს ნატოდან. კონგრესმენი ღიად გამოვიდა და თქვა, რომ ისინი ამზადებენ უკვე ახალ კანონ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან მისი მთავარი წევრის, ანუ მთავარი დამფინანსებლის და მოდი შევჯერდეთ იმაზე, რომ ყველაზე ძლიერი წევრის სახელმწიფოს გასვლაზე, რაც ბუნებრივია მსოფლიოში დაატრიალებს ისეთ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, რომ ევროკავშირი სრულად აღმოჩნდება მარტო რუსეთთან. მოკლედ დღეს ძალიან საინტერესო თემა უნდა განვიხილოთ მეგობრებო, ასე რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ვიდეო მეგობრებს, ასევე შეგიძლიათ გამოყვეთ Instagram-ზე, რომელიც აღწერაში მაქვს მითითებული და ასევე დონაციის საშუალებებია აღწერაში მითითებული და შეგიძლიათ არხს განვითარებაში დაეხმაროთ. მოდი განვიხილოთ ყველა პროცესი. ნატო ცივი ომის რელიქვიაა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ნატოდან და ეს ფული გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის და არა სოციალისტური სახელმწიფოების დასაცავად. ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის წინ დაიშალა. მას შემდეგ აშშ-ის მონაწილეობა გადასახადის გადამხდელებს ტრილიონობით დოლარი უჯდებათ და კვლავაც შეიცავს აშშ-ის უცხო ქვეყნების ომებში ჩართვის რისკებს. აშშ-ის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ვაშინგტონის მუდმივ მონაწილეობას საგარეო კონფლიქტებში და შეერთებული შტატებიც არ არის ვალდებული უზრუნველყოს მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება. ნახეთ როგორ შეიცვალა რიტორიკა ტრამპის დროს. განსაკუთრებით მაშინ თუ მდიდარი ქვეყნები უარს ამბობენ საკუთარი თავდაცვის დაფინანსებაზე, განაცხადა კონგრესმენმა. და მე აბსოლუტურად შემიძლია დავეთანხმო ამერიკის შეერთებული შტატების ამ კონგრესმენს, რომელმაც ვრცელი იყო სხვათა შორის, მე მაქვს ახლა მარჯვნივ მეორე ეკრანზე გახსნილი ამერიკის ახალი საგარეო უსაფრთხოების კონცეფცია, აქ არის შედგენილი მთელი რიგი პრინციპები, მეგობრებო, შეგიძლიათ გადახვიდეთ, წაიკითხოთ, თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე დევს, დაახლოებით 16 გვერდია და აქ არის რეგიონები და ყოფილი, დასავლეთ ევროპა, ნატო, ევროკავშირი, ზოგადად ახლო აღმოსავლეთი აფრიკა და აქ არის ჩამოწერილი პუნქტები, ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციას რა ხედვები აქვს. და მან ძალიან საინტერესო სპეციფიკა შევამჩნია, რაც აქ გამოჩნდა და მე საერთოდ ტრამპამდეც მქონდა მაგის ესე ვთქვათ პროტესტი შინაგანი თვითონ რო წარმოვიდგინოს ჩემი თავი როგორც ამერიკის მოქალაქედან, ხო, ახ ამერიკის მოქალაქე რო ვიყო, ამ ყველაფერს სავსებით სამართლიანად აღვქავდი, იმიტომ რომ ხა წარმოვიდგინეთ ხა რა პონტია, როდესაც ყველაზე დიდი დაფინანსება, ანუ საუბარია დაახლოებით 56.5%, რომელიც მიდის შეერთებული შტატებიდან, ანუ წევრი ქვეყნები, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ასე შემდგომ, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები იხდის ყველაზე მეტ ფულს, რომ დაიცვას ევროპის მშვიდობა. და სხვათა შორის ამ ადამიანმა ძალიან საინტერესო რაღაც თქვა, რომ არ არის ამერიკა ვალდებული, რომ უზრუნველყოს მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება, როდესაც ევროპა ამ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს საკუთარი თავის უსაფრთხოებას თვითონ. ანუ ახლა წარმოიდგინეთ, ლუქსემბურგი არის ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობს, ანუ ჯარი საერთოდ არ ყავს. ასევე ესპანეთი არის ოფიციალურად დაახლოებით 60-იანი წლებიდან ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ მისი საჯარისო ნაწილები საერთოდ არ მონაწილეობენ არაფერში. და არის ბევრი ქვეყანა ეხა ნატოში, რომელიც არის როგორც ფიქციურად, წარმოიდგინეთ, ეხა წარმოიდგინეთ, ვიღაცა რომ ლუქსემბურგს თავს დაესხას ეხა, ანუ რატო უნდა მოკდეს ამერიკის ჯარისკაცი, როდესაც ლუქსემბურგი არაფერ შადის საკუთარი უსაფრთხოებისთვის. და რაც სავსებით ლეგიტიმურია. მოდი ხა შემდგომი პრინციპი განვიხილოთ, მეგობრებო, მესამე ძალიან საინტერესო, ეს არის, ეს მინდა თქვენ მოისმინოთ, ეხა მოგასმენინოთ. ნატოს გენერალური მდივანი ანუ გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უკვე მზად, ანუ მარტონი ვრჩებით რუსეთთან საომრად. Ready. Because at the end of this first quarter of the 21st century, conflicts are no longer fought at arm's length. Conflict is at our door. ანუ კონფლიქტი უკვე 21 საუკუნეში ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ კონფლიქტი არ არის რაღაც სადღაც სხვაგან, მაგალითად ერაყი, ავღანეთი, ვიეტნამი არის, კონფლიქტი არის ჩვენ კარებთან. ანუ აქ არის საუბარი, რა თქმა უნდა, რიმლენსა და ჰართლენდს შორის. და საუბარია, რა თქმა უნდა, ომის კარიბჭესთან, ეს არის უკრაინა, რა თქმა უნდა. Russia has brought war back to Europe. რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. And we must be prepared for the scale of war our grandparents and great-grandparents endured. ანუ ნახეთ მეგობრებო, საუბარი ხარაზეა, ანუ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნაო
და ეს უკვე აღარ არის ეს ანუ ჩვენ გვაბრუნებს იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი დიდი ბაბუები და ბებიები სწორედ აი ამ ყველაფერს ეწირებოდნენ, აი ამ ბრძოლის რეალური თეატრის თანამონაწილეები იყვნენ, ანუ რეალურად საუბარი მიდის, რა თქმა უნდა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გეოპოლიტიკურ, ესე ვთქვათ, შეჯახებაზე. მოდი ახლა განვიხილოთ ზოგადად რა არის ნატო. ეხლა რატო შეიქმნა ნატო? ეხლა კონგრესმენმა კი ძალიან საინტერესო რაღაც თქვა, რომ ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის, ესე ვთქვათ, საპირწონეთ, რომ დაებალანსებინა საბჭოთა კავშირი, მაგრამ მოდი უფრო ღრმად ჩავყვეთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე მგონია, რომ მარტო საბჭოთა კავშირი აქ არ იყო მიზეზი, რის გამოც ნატო შეიქმნა და უფრო უკან უნდა გადავიდეთ. და გავიხსენოთ ერთა ლიგა, რომელიც არსებობდა ესეთი ორგანიზაცია, რომელიც იყო საფუძვლები დღევანდელი ევრობიუროკრატიის, ანუ ერთა ლიგის დაფუძნების თავარი იდეა ის იყო, რომ აღარ მომხდარიყო გერმანული ექსპანსიის დაბრუნება ევროპაში. ანუ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, როდესაც ანუ გერმანია აღმოჩნდა რეპარაციების ქვეშ, მიზანი რაც იყო ის, რომ ეს კონტრიბუციები, რაც გერმანიას დაადეს და ზოგადად ერთა ლიგის პრინციპი რამაც წარმოქმნა, ის რომ დაებალანსებინათ გერმანული იმპერიისა და გერმანული, ესე ვთქვათ, ხო ხვდებით მთელი ამ საკუთარი მიზნების აღმოფხვრა ზოგადად ევროპაში და რაც უნდათ რომ გაეკეთებინათ ერთა ლიგით, რომ ნეიტრალიზირება მოახდინათ გერმანიის სინამდვილეში ხელი შეუწყეს ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლას, მეგობრებო. ეს არ მინდა ჩვენ გამოგჩეს და არ მინდა უგულებელყოთ ის ფაქტორი, რომ ნატო მხოლოდ იმიტომ არ შექმნილა, რომ საბჭოთა კავშირი დაებალანსებინა. ნატოს ფუნდამენტური მიზეზი ეს იყო, რომ მას უნდა პრევენცია მოეხდინა მომავალში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების თვითონ გერმანიიდან. ანუ მიზეზი რატო გერმანია ხო გაიყო GDR და GFR, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. ერთ საბჭოთა კავშირი ახდენდა ესე ვთქვათ სრულ კონტროლს, მეორე მხარეს ბრიტანეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ანუ მიზეზი მარტო ნატოს დაარსების არ ყოფილა საბჭოთა კავშირი, იყო გერმანიაც. ეს ყოველთვის ამერიკელებს რო აქვთ და ჩვენს გადმოვიყოთ ხო ფარას კანონი, ანუ უცხოური გამჭვირვალობის შესახებ და ფარაში ხო არის რეგისტრირებული უცხოური გავლენები. ფარაში ასევე არიან ნაცისტები მოხსენიებული, ხო? ხა ნაცისტები აღარ არსებობენ, მაგრამ ახლა ნაცისტები არ არსებობენ, ხო ის იმას ანიშნავს, რომ საფრთხე აღარ არსებობს ამერიკისთვის. და აქედან გამომდინარე, ამ კონგრესმენის ესე ვთქვათ, კანონპროექტი არის სრულიად ლოგიკური შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ ეს სერიოზულ ზიანს აყენებს ევროპის კონტინენტს. და რა ზიანს აყენებს? ანუ მთავარი ფარი, ანუ 56.5%, რაც მოდის, ესე ვთქვათ, თავდაცვის საერთო კოლგიდან, რაც ესე ვთქვათ, ნატოს მეხუთე პუნქტი ხო ეგ არის, ერთ წელზე თავდასხმა ნიშნავს აბსოლუტურად ყველა წევრზე თავდასხმას. და ამერიკა ჩვენო გამოვაკლოთ ნატოს, მეგობრებო, მივიღებთ აბსოლუტურად დემორალიზირებულ, შეუიარაღებელ, ანუ საკუთარ თავზეც არადამოკიდებულ და გაბრუებულ ევრობიუროკრატიას, რომელსაც იმის რესურსიც კი არა აქვს, სულ ახლახან დაიწყო გერმანიამ, ხო? ხელახალი საბრძოლო დანაყოფებისა და ზოგადად არმიის მილიტარიზირება, თორემ აქამდე კანონით ქონდა აკრძალული დაახლოებით 50-55 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ რატო იცით ხო ორი მსოფლიო ომი წამოიწყო გერმანიამ და სულ ახლახანს შეძლეს მაგათმა ესე ვთქვათ მილიტარიზირებულ სახელმწიფოზე გადასვლა და შესაბამისად ამერიკის გარშე ევროპის ქოლგა რჩება სრულიად დაუცველი და მე რატომღაც მგონია და ეგეთი აზრი მაქვს რომ ამერიკას ამით უნდა რომ საერთოდ ევროპას საერთოდ ბოლო მოუღოს რუსეთის ხელით და სხვათა შორის იმაზე რაც რო გარის უკვე მე ვწმუნდები იმაზე რომ ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იმის რომ რაც უფრო ამერიკა ჩაიხსნება რიმლენდის გეოპოლიტიკურ პოლიტიკას მაკინდერის თეორიით და მათ შორის ჰენრი კისინჯერის საგარეო პოლიტიკური დოქტრინის მიხედვით რომელიც დაწერილია წინა საუკუნეში ევროპის კონტინენტი სრულიად ჩიშველი რჩება აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეს აქ რა თქმა უნდა რუსეთია და ეხლა ნატოს გენერალური მდივანი რო გამოდის და იმას ამბობს რომ ჩვენ face to face ანუ სახით ვრჩებით რუსეთთან მარტო და ის ხალხი რომელიც საქართველოში არსებობს და გეუბნებათ რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ ეს არის უბრალოდ აი ტოტი მოიჭრა ის ტოტი მოიჭრა რომელზეც ჩვენ ზიხარ რეალურად რატო იმიტომ რომ ევროკავშირი ეს არ არის სამხედრო პოლიტიკური გაერთიანება მე მინდა ხაზი გაუსვა იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოში ყავს ეგეთი გეი მილიტარისტებს რომლებსაც ვიზახეთ რომელსაც გონიათ რომ ევროკავშირი ეს არის რაღაც სამხედრო ალიანსი არა მეგობრებო ევროკავშირმა უბრალოდ საუბარი დაიწყო ამაზე რომ ევროპამ დამოუკიდებელი სამხედრო პლატფორმა უნდა შექმნას ეს ზელენსკიმაც წამოაყენა მაგრამ ზელენსკი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის უკრაინა ხა და ზელენსკის იმიტომ გამოდის ახლა მაგ იდეებით რომ იცის რომ ერთადერთი გამოსავალი ახლა ამერიკიდან ჩახსნილი დახმარებებით ხოლოდ ევროპა გერმანია საფრანგეთი და ეგენი რჩებიან ხო და ახლა გერმანია ბრიტანეთი და საფრანგეთი თქვენ ხო არ გონიათ ის ძალები რაც წინა საუკუნეში იყვნენ დღეს აბსოლუტურად დაჩერჩეტებულები არიან სათითაოდ ხო უამრავი პოლიტიკით საიმიგრაციო პოლიტიკა ღია კარის პოლიტიკა კულტურული ჩასახლებები ბევრი რამ ხო რაც არის ტესტოსტერონი მთლიანად გამოსვლილი აქვს ახლა ევროპას და
მთელი ეს დიქტატი და იმპერატივი რაც ქონდა გადაბარებული ქონდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამერიკა ეხსნება თამაშს. ამერიკა როდესაც თამაშს ეხსნება, ევროპა რჩება მარტო რუსეთთან და ევროპა როდესაც რუსეთთან მარტო რჩება, ეხა ისტორიაში ზოგადად რა ხდებოდა, ეს შემგან არ გესწავლებოდ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ მეგობრებო ახალ საერთოდ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგს. თუ ეს კანონპროექტი სენატმა განიხილა, თუ ეს წავიდა უკვე წარმომადგენელთა პალატაში და შემდგომ უკვე დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა, რისი ძალიან დიდი ალბათობაც არსებობს, იმიტომ რომ ტრამპის მოსვლამ საერთოდ და მე გითხარით კიდევაც რამოდენიმე ვიდეოთი წინ, რომ დღეს უკვე ზიონისტების ხელმძღვანელობის ქვეშ, რაც არის ახალი აბრაამის გზა და აბრაამის შეთანხმება, ახლო აღმოსავლეთში ხდება ძალიან დიდი ფსონების განთავსება, იმიტომ რომ ის არის ძალიან დიდი ესე ვთქვათ, ნავთობით, სხვადასხვა ენერგორესურსებითა და უამრავი წიაღისეულით სავსე და გეოპოლიტიკაც ბუნებრივია, ხა ნაწილობრივ გადაინაცვლებს ახლო აღმოსავლეთში. დღეს აღარ არის უკეთ რომ ჩვენ ადრე იყო ეს რომ ხა ბრიტანეთის კოლონიები ქონდა, საფრანგეთის კოლონიები ქონდა, გერმანია იყო სუპერძალა, ღერძის სახელმწიფო, ქრინდა ძირითად ესე ვთქვათ, ღერძ ევროპაში ხო დღეს აღარ არის გეოპოლიტიკა. წარმოიდგინეთ დღეს ევროკავშირს ისაც კი არ შეუულია რომ ხელოვნური ინტელექტზე დაიწყოს მუშაობა. და დღემდე არის ჩეხეთი და ეგეთი ქვეყნები არიან მიბმულები ისეთ რამეზე რომ აი ავირჩიოთ რუსული გაზი თუ არა. გავხდეთ ენერგო დამოუკიდებლები თუ არა. ნორვეგიის გაზი რა ფასად შევიძინოთ? აი დაახლოებით არიან, აი როგორ გითხრათ რა, აი ქორვაჭრებივით არიან გადაქცეულები. იმის მიხედვით რომ გამოწვევები მიიღო 21 საუკუნეში ხდება. ჩინეთიდან მომავალი საფრთხე მაგალითად, კომპიუტერიზაცია, ციფრულიზაცია, AI რობოტებზე გადასვლა, ანუ ამას ევროპა ვერ ეწევა. და ევროპა რჩება, აი როგორ გითხრათ, საკუთარ ლიბერალურ სიგიჟეებში იხრჩობა თავიდან ბოლომდე, ნუ ამას ემატება ბრიუსელი ზემოდან, რომელიც თავიდან ბოლომდე იხრჩობა, აი ყველანაირი სახის კორუფციაში რაც არსებობს და ანუ ოკუპირებული აქვს ცალკეული შემავალი ქვეყნების სუვერენიტეტი. და ეხლა წარმოიდგინეთ, უკრაინა იმას არაფრის თავის დაცვა არ შეუულია, თავის დაცვა ეხლა უკრაინის მერე თუ ეგ გეგმა მაგალითად რეალურია, რაც ჩვენ გონია რომ რუსეთის შემდგომი სამიზნე გახდება ბალტიისპირა ქვეყნები, მე აღმოსავლეთ ევროპა და ასე შემდგომ. ანუ თლად უსუსური არგუმენტები არ არის მაგასთან მიმართებაში, იმიტომ რომ თუ რუსეთმა დაინახა რომ ევროპა მარტოა, რატომაც არა სიტყვაზე, ხო? ან თუნდაც ეს რო არ მოხდეს, ხომ ევროპას აღარ ექნება იმდენი საბლატაო რუსეთთან, რაც აქამდე ქონდა, იმიტომ რომ იცოდა რომ ამერიკა ყოველთვის გვერდში ედგა. და ამერიკა თამაშიდან გადის. ამერიკა სუპერ სახელმწიფოა. ამერიკისთვის არსებობს ერთადერთი მტერი მსოფლიოში, ეს არის ჩინეთი. მისი მთავარი კონკურენტი. თორე ამერიკა რუსეთით მოქმედებს, ეს ამაზე ვისაუბრებთ ცალად, რამოდენიმე ვიდეოს წინ, რომ ვთქვი, რომ მთელი რუსული ბანკებისა და ფულის უდიდესი რეზერვები არის შეერთებულ შტატებში. მათ შორის კუშნერის ჩასვლა ეგ იყო, ხო? ტრამპის ადმინისტრაციიდან მოსკოვში, ხო? მერე მოსკოვის ქუჩების დაათვალიერეს კუშნერს. აქ ორივეგან პოზიციონერებენ ზიონისტები, როგორც რუსეთი, როგორც ამერიკა. არ არის მათ შორის სხვაობა, ორივეგან ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, აჯენდა ყავს. კუშნერებს და მაგათ. მე ვფიქრობ და მე ესე მიმაჩნია, რომ ეს საბოლოოდ უმიზნებს ევროპული ბიუროკრატიისა და ზოგადად ევროპის კონტინენტის სრულ ჩამოშლას, სრულ კოლაფს, სრულ ეკონომიკურ განადგურებას. და ეხლა ვიღაცა რომ აქ ჩვენ გვეუბნება რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდითო, იმას წარმოდგენა არ აქვს, ეხლა რა პროცესებია დაწყებული რიმლენსა და ჰარლენს შორის. როგორ იცვლება მსოფლიო და როგორ იცვლება ახალი მსოფლიო დღის წესრიგი. იმიტომ New World Order მე ეს ტერმინი გამოყენებული მაქვს მაგალითად, ოდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები შეცვალა რესპუბლიკელების ადმინისტრაცია, ანუ რესპუბლიკელები მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაქამდე ამერიკა იყო უფრო მეტად ორიენტირებული საგარეო დახმარებებზე, მოქმედებდა მაგალითად, რავი, გარკვეულწილად ხე მონდროს დოქტრინაო ეხა მაგასაც ხშირად ახსენებდნენ, ხო, ლენდ-ლიზი მაგალითად და ძალიან ბევრი რამე, რომ ევროპის უსაფრთხოება, იქ უკრაინა როგორ იყო, უცებ იცვლება ყველაფერი, იმიტომ რომ ანგლოსაქსები ჩამოეხსნენ ამერიკის პოლიტიკაზე და მოვიდნენ ზიონისტები. ზიონისტებისთვის ეხა ევროპული უსაფრთხოება არის სასაცილო უბრალოდ. და მაგა თავიდანვე ითვალისწინებდა და ეს ტრამპს ეს თავიდანვე ქონდა ამაზე, ესე ვთქვათ, ფსონები დადებული, მაგალითად გრენლანდიის საკითხი ავიღოთ, ხო? ამაზე ხო ტრამპ ჯუნიორი ჩაფრინდა იქ, ცხონებული ჩარლი კირკიც იყო ჩასული, რომ გრენლანდია უნდა გახდეს მაგალითად ამერიკის საგარეო ეროვნული უსაფრთხოების ახალი პლაცდარმი, რომელიც შექმნის გარკვეულ დანაყოფებს ანტარქტიდაზე იქ და ნუ ბლა ბლა ბლა, ბევრი თემა იყო აქ ახილული და აქ მეგობრებო, ხა თვითონაც თავიდანვე გამოირჩეოდა ტრამპი, ხო, საფრანგეთის პრეზიდენტის კრიტიკით. ღია დაკრიტიკებს დიდ ბრიტანეთს და ძალიან ლოგიკურია ეს ყველაფერი. მათ შორის JD Vance-ის ისტორიული გამოსვლა, რომელიც დაახლოებით 5 თვის წინ იყო, სადაც გადაუარა ევროპის ლიდერებს, ხო?
თქვენ როგორ ერევით სხვა ქვეყნებში და საქმეებში როგორ განსაზღვრავთ ვინ დემოკრატიულია ვინ არაო ქვეყანა თავზე გენგრევათო უამრავი პოლიტიკური კრიზისი გაქვთ ქვეყნებში ღია კარის პოლიტიკა ამდენი მიგრანტი ამდენი ისენი აგერ 15 წლის გოგო გაუპატიურეს ახლა ბრიტანეთში ხო ანუ მიგრანტის მიერ რომელიც ძალიან ცნობილი ამბავია მასკმას დატვიტა მაგაზე ანუ ამდენი პრობლემა როდესაც შენ გახასიათებ შენ არ გაქვს იმის უფლება რომ ვიღაცებს მაგალითად უკრაინას მოუწოდო იომოს რაღაც შენი ერთგვარი უსაფრთხოებისთვის აქედან გამომდინარე ხა ხო ხედავთ აგერ ზელენსკი აპირებს ახლა არჩევნების ჩატარებას რომელიც რა თქმა უნდა თვითონ ზელენსკი მოიგებს ხა უკრაინაში ისეა კორუფცია და ახლა ვინმე თუ გონია ვინმე ეს არის აბსურდი ხო რეალურად უბრალოდ რა უნდა რომ დადგას ეს ხა შოუ რომ აი მე მივიღე მონაწილეობა ეხა და ამ არჩევნებში რომელიც ომის დროს მიმდინარეობდა მე გავიმარჯვო არ და ბლეფია სინამდვილეში აქედან გამომდინარე მეგობრებო ეხლა ჩვენ როდესაც მე უყურებ და მე გირჩევთ რომ თქვენ გადახვიდეთ თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე სადაც დადებულია უკვე 2025-2026 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მთავარი კონცეფცია აქ მოცემულია თითოეული ქვეყანა, თითოეული რეგიონი, თითოეული სტრატეგია თუ რა მიზნები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს აქ უკვე ღიად ამერიკა ამჟღავნებს იმას რომ მას უნდა ევროპული ამ გაუგებარი აბსოლუტურად შეუმდგარი კოალიციიდან გასვლა. და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სავსებით სამართლიანი. მე თუ ძალიან ძლიერი ვარ და ვიღაც ჩემს კოალიციაში მყოფება ვიღაც ძალიან სუსტი, რომელსაც ისიც კი არ შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, მე რა ვალდებული ვარ ის მე დავიცვა. აი გაკითხებით. აი ცხოვრებისეულად შეხედეთ ამ ყველას. პოლიტიკა ხო ძალიან ახლოს დგას ცხოვრებასთან. რატო დაიცავთ ისეთ ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა დაცვის უნარი არ გააჩნია? და რატო დადებთ მასთან ხო რამე სახის გარიგებას სახელშეკრულებას. აქედან გამომდინარე მეგობრებო, სრულიად ლოგიკურია ამერიკული პოლიტიკის ესენი ახალი ესტაბლიშმენტი და ზოგადად სოფლიო ახალი წესრიგი. და აი რა მოხდება მე უკვე რუსეთთან მიმართებაში, აი ამას ცოტა მოგვიანებით გავიგებთ, აქ რა იგეგმება. ხა მე მოვლენებს არ მინდა წინასწარ გავუსწრო, რომ აი ხახაში აღმოჩნდება ევროპა რუსეთის, ნუ ეს ცოტა პოსტფაქტუმ ფაქტურებია, რომელსაც ჩვენ მომავალში გავიგებთ, მაგრამ ძალიან დიდი რწმენა გამაჩნია იმის რომ ეს ახალი გეოპოლიტიკური მანევრი მიზნად ისახავს საერთოდ ევროპული კონტინენტის ჩამოქცევას და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არა თუ ეხლა, არა თუ 2028 წელს საერთოდ არ უნდა გავეკაროთ ამ მყრალ ბიუროკრატიულ კოალიციას, რომელსაც ისიც კი არ შეუძლია, ისიც კი რომ საკუთარ თავზე იყოს რაიმე დამოკიდებული. და ის როგორ შეიძლება ესეთი ბლოკი შენ გთავაზობდეს იმას, ჩემი წევრი ქვეყანა გახდიო. ეს არის აბსურდი. რავი, ეს იყო ჩვენი დღევანდელი მესიჯი, მეგობრებო. მე კიდევ ერთხელ გითხარით, ბევრი რამე დავსკიპე, არ გითხარით, რომ აქ წაიკითხოთ, ეს ყველაფერი გაეცნოთ, დეტალურად გაშიფროთ. მინდა რომ თქვენ ამ ყველაფერს პოლიტიკურად შეხედოთ ოფიციალურად, აი დევს ეს 33 გვერდიანი ძალიან საინტერესო, ესე ვთქვათ, ახალი კანონპროექტი, რომელიც ტრამპმა მოაწერა ხელი, რომელიც ითვალისწინებს, როგორ იქნება შემდგომი წლების ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა. არც ერთ შემთხვევაში აქ ევროპა არ არის ამერიკაზე, ესე ვთქვათ, ამერიკა არ არის ევროპაზე დამოკიდებული ამ პირიქით. ყველგან მოასწრებულია, რომ ამერიკა ევროპას იშორებს. და ჩვენ გავერთიანდეთ ისეთ ჯგუფში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები არ მონაწილეობს, ეს არის, რავი, ხო გეუბნებით, აი მოიჭრა ის ტოტი, რომელზეც ზიხარ. რავი, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. რა რეაქცია გაქვთ ამასთან მიმართებაში, რა შეხედულებები გაგაჩნიათ და როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ იმისათვის, რომ ამ ახალ გეოპოლიტიკურ სოფლიო წესრიგში დავიმკვიდროთ ჩვენი თავი, ისე რომ არ დავკარგოთ სუვერენიტეტი და არ დავკარგოთ ჩვენი თვითყოფადობა. დაწერეთ დაბლა კომენტარებში. დროებით.